როგორც გამოცემა პოლიტიკო წერს, ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კმაყოფილია ილონ მასკთან და მისი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ინიციატივით, მაგრამ ბოლო დღეებში ორივე შეთანხმდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ დრო არის ილონ მასკი თავის ბიზნესს დაუბრუნდეს და დამხმარე როლი შეითავსოს. გამოცემის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ეს თავის შიდა წრეებს გაუზიარა და ასევე ილონ მასკი თავის ამჟამინდელ როლს, როგორც ჩანს, მომდევნო კვირებში დატოვებს, ასე არის საუბარი გამოცემა პოლიტიკოს სტატიაში. აღსანიშნავია ისიც, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბევრი წევრი და ასევე გარე მოკავშირე იმედგაცრუებული დარჩა ილონ მასკის არაპროგნოზირებადობით და მას პოლიტიკურ ნაკლსაც კი უწოდებენ, ასევე წყაროების ცნობით მასკის გადასვლა დიდი ალბათობით დაემთხვევა ილონ მასკის როგორც მთავრობის სპეციალური თანამშრომლის ვადის ამოწურვას, რომელიც დროებით ათავისუფლებს მას გარკვეული ეთიკური და ინტერესთა კონფლიქტების წესებისგან და ეს 130 დღიანი ვადა დაახლოებით მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში იწურება და ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ილონ მასკი სავარაუდოდ შეინარჩუნებს მრჩევლის არაფორმალურ როლს და ამავდროულად თან და დრო გამოშვებით გამოჩნდება ხოლმე თეთრ სახლში. მეორე წყარო კი ამბობს, რომ ვინც ფიქრობს იმას, რომ ილონ მასკი სრულად ჩამოცილდება ტრამპის ადმინისტრაციას, ის თავს იტყუებს, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციის წევრები, როგორც გამოცემა პოლიტიკო წერს, აცხადებენ, რომ ილონ მასკი უმართავი ძალაა, რომელსაც პრობლემები ჰქონდა კაბინეტის მდივნებთან და ამავდროულად თეთრი სახლის გუნდთან, რომელსაც ხელმძღვანელობს შტაბის უფროსი სუიზი უილსი და თეთრ სახლში საუბრობენ იმასთან დაკავშირებითაც, რომ ილონ მასკი ხშირად აქვეყნებდა მოულოდნელ პოსტებს პლატფორმა X-ზე და ასევე არაკოორდინირებულ და გადაუმოწმებელ პოსტებს და ავრცელებდა დეზინფორმაციას ფედერალური სააგენტოების შეწყვეტის შესახებაც და შესაძლოა არის, როგორც გამოცემა პოლიტიკო წერს, რომ ეს იყოს მიზეზი სწორედ ილონ მასკის ტრამპის გუნდიდან ჩამოშორებასთან დაკავშირებით და ასევე ამასთან დაკავშირებით მალევე გამოცემა პოლიტიკოს გამოეხმაურა თეთრი სახლის პრეს-მდივანი კეროლაინ ლევიტი, რომელმაც განაცხადა, რომ პოლიტიკოს ექსკლუზიური ინფორმაცია არის სრული აბსურდი და რომ ილონ მასკი ჯერჯერობით არ ტოვებს თავის თანამდებობას. მან პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა პოსტი და განაცხადა ის, რომ ილონ მასკი და დონალდ ტრამპი შეთანხმდნენ და საჯაროდ განაცხადეს კიდევაც ის, რომ მასკი დატოვებს საჯარო სამსახურს, როგორც კი სპეციალური სამთავრობო თანამშრომელი და როდესაც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი უკვე მისი შესანიშნავ სამუშაოს დაასრულებს. სწორედ ასე განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა და ასევე შემდეგ მას უკვე გამოეხმაურა თავად ილონ მასკი, რომელმაც დაადასტურა ეს ინფორმაცია, რომ დეზინფორმაცია არის მისი დონალდ ტრამპის გუნდიდან წასვლა.